გამიჭამა ასოთავს ვისაუბრეთ, მაგრამ მაინც ალბათ მოკეთ. არა, ხა, ნახშირწყლები მავნეა. არა. არც ეს არ არის. პური ასოქებს. არც ეს. საღამოს არ უნდა ჭამო ხილი. არა. არც ეს. შეგიძლია ჭამო. არ უნდა ჭამო, არ უნდა ჭამო, არა. აი არის სწორი შეგიძლია ჭამო. გააჩნია რა ცხოვრების ტექნიკა. დარღვეული დიეტა და ყველაფერი მთავრდება. ესეა? ხო და არა, ეგ არის, აი, ან ყველაფერი, ან არაფერი, რაღაც 1-დან 100-ზე გადასვლა ძალიან არასწორია რა. და ერთი დღე გადახოვით, როგორც თქვი რა, თუ სწორ რელსებზე დგახარ, რაც არ უნდა კატასტროფა იყოს, აი 24 საათი რო ადგე და გაუჩერებდი. აი გასკდომამდე რო ჭამო, თუ ისევ განაგრძე, არ არის პრობლემა. შიმშილი ორგანიზმს ასუფთავებს. მაგას ესე ვერ იწყვი ზუსტად რა. ყავაზე რას კვეთყვი? ყავა აშრობს ორგანიზმს? ყავა ძალიან ეხმარება ზოგადად ცხოვრებაში ძალიან ბევრს. გინდ მუშაობაში, გინდ გაღვიძებაში, გინდ ზოგადად ნორმალურად ყოფნაში კოფეინი ერთ-ერთი ისეთი რა, ისეთი ნარკოტიკია რომელიც. და ბოლო არის დიეტა უდრის ტანჯვას. ხო და აი არა, აი ვთქვი რა, დიეტა თუ უდრის ტანჯვას, ესე იგი არასწორ გზაზე დგახარ. აი დიეტა, სწორი დიეტა თუ რაც გინდა კვების ტემი თუ როგორც არ უნდა დავარქვათ, ნიშნავს მინიმალური ტანჯვა. აი რაც შეიძლება ნაკრები, აი ოდნავი დისკომფორტი რო გაქვს, ეგ არის ყველაზე სწორი რა.